გამარჯობა, მეგობრებო, მინდა ვისაუბრო ბენზინის წვაზე. ანუ როგორ შეგვიძლია შევამციროთ ბენზინის წვა? Ну, რა თქმა უნდა, ქარხნულ პარამეტრებს ვერ გავცდებით, რაც უწერია იმასაც კი ვერ დავწვავთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ტესტი რაც უტარდება ავტომობილზე, რაც წერია ხოლმე მანუალში, ტარდება ალბათ იდეალურ პირობებში. Plus სხვა ბენზინია, plus ბევრი რაღაც არის ამაზე დამოკიდებული, მაგრამ რაც მიღებული და დაშვებულია, ასე ვთქვათ, კონკრეტული მანქანები, რაღაც კონკრეტული რაოდენობის ბენზინს მოიყვარს, ამას ვერ ავცდებით თავისთავად, არანაირი ხრიკი არ არსებობს იმისი, რომ წვა შემცირდეს. Ну, შეიძლება რაღაცის გაკეთება ამ მხრივ, ვთქვათ, რაღაცა მექანიკური ჩარევებით, მაგრამ ნორმალური, ადეკვატური მანქანა, რა ვიცი, რასაც ქარხნულად წვავს, იმაზე ნაკლებს ვერ დაწვავს. ანუ ეს ვიდეო ამაზე არ არის. ეს ვიდეო არის იმაზე, როგორ არ უნდა მოვუმატოთ, ასე ვთქვათ, წვას, ან თუ უკვე მომატებულია ეს წვა, რისი ბრალი შეიძლება იყოს. დავიწყოთ ყველაზე მარტივიდან და ნელ-ნელა გავყვეთ. ცოტა ძელი ვიდეო გამოვა იმასთან შედარებით, რასაც ზოგადად წერ ხოლმე. ესე იგი, ყველაზე მარტივი რა არის? ყველაზე მარტივი არის ის, რომ წვა შეიძლება მოიმატოს ბენზინის ხარისხის გამო. რაც უფრო კარგია ბენზინი, მით უფრო კარგი შენაზავია და კომპიუტერი ხვდება, რომ კარგად იწვის და შესაბამისად აკლებს მის რაოდენობას. შენაზავს. მეორე მომენტი. ესეც მარტივი. საბურავები თუ არ არის თავის დონეზე დაბერილი, ან თუ აყენია დიდი ზომის საბურავები, რაც პრობლემას უქმნის ზოგადად ძრავის გაწევას, ასე ვთქვათ, ზედმეტი წინაღობაა, ზედმეტი დატვირთვა, ამ შემთხვევაში წვა მოიმატებს. ყველა ავტომობილს კარის ზღუბთან აწერია ხოლმე რა ზომის საბურავი უნდა იყოს და რა წნევაზე უნდა იყოს დაბერილი. ამას მიაქციეთ ყურადღება. თუ იქ არ აწერია, აუცილებლად იქნება სერვის ან user manual-ში, ან უბრალოდ დაგუგლავთ და ნახავთ. ამის შემდეგ განვაგრძოთ საბურავებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თუ ეგრეთ წოდებული რაზვალი ან სხოდი არის არეული, ამ შემთხვევაშიც ზედმეტი წინააღმდეგობა მოუდის საბურავს და შესაბამისად ძრავს, შესაბამისად აუცილებლად დაწვავს იმაზე მეც, ვიდრე უნდა დაწვას. ამის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ტვირთის გადატანა გინდათ, ან რაღაცა ტვირთი დევს ავტომობილში, ლოგიკურია რომ ამ დროსაც დაწვავს და მაგ დროს არ უნდა გაზომოთ, ასე ვთქვათ, წვა რამდენს წვავს ზოგადად. თუ ზემოდან ადევს რამე ავტომობილს და აეროდინამიკური, ასე ვთქვათ, ეფექტურობა არის შემცირებული, ამ შემთხვევაშიც წვა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ქარხნული. ახლა ვისაუბროთ მექანიკურ და ელექტრო პრობლემებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ასევე ბენზინის წვის მომატება. ყველაზე მარტივ შემთხვევაში ბენზინის წვა იმატებს, თუ არ მუშაობს სენსორი, რომელიც ბენზინის წვის ხარისხს აკონტროლებს. ეს არის ეგრეთ წოდებული ლამბდა, ეგრეთ წოდებული კატალიზატორის სენსორი. თუ ეს სენსორი არ მუშაობს, შესაბამისად უნდა ენთოს ჩეკი. სენსორი თუ არ მუშაობს, ვერ აითვლის და ვერ გააჩვენებს, ანუ ვერ აჩვენებს კომპიუტერს სწორ წვას, შესაბამისად მექანიკური წვის დროს ვერ გათვლის ისე ეფექტურად, როგორც უნდა გათვალოს. შესაბამისად, წვა აუცილებლად მოიმატებს. ასევე მოიმატებს წვა, თუ დამწვარია HR-ის სენსორი, ეგრეთ წოდებული ვოზდუხამერი, ესევე ეძახით, MAF სენსორი, რომელიც ითვლის შემცვლელი HR-ის რაოდენობას და ტემპერატურას. თუ ეს სენსორი დამწვარია, ბენზინის წვა აუცილებლად იქნება არეული და აუცილებლად მოიმატებს. ზოგადად ძალიან იშვიათად არის ხოლმე რომ რაღაცა პრობლემის დროს დაწვას ნაკლები ბენზინი. ყოველთვის ცდილობს ძრავი რომ ბენზინი იყოს საკმარისი ან საკმარისზე მეტი რაოდენობა. ამის შემდეგ
შეიძლება ბენზინი დაწვას ბევრი რაოდენობით, თუ დაზიანებულია ინჟექტორები. ამ დროს მეტწილად მანქანას ახასიათებს შავი ბოლი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი არის ბენზინი, რომ ვერ იწვება კარგად და დაუწავ ბენზინი შავ ბოლს აფრქვევს ასე ვთქვათ სისტემიდან. და მივადექით ყველაზე ცუდ და ყველაზე რთულ პრობლემას. აუცილებლად დაწვავს ბევრს ავტომობილი თუ არ არის შესაბამისი კომპრესია, რომელიც უნდა შეინარჩუნოს კლაპნებმა და რომელიც უნდა შეინარჩუნოს კოლიცოებმა პორშინებზე. თუ კოლიცოები დამჯდარია ან კლაპნებში აპარებს და არ არის ხარხულთან მიახლოებული კომპრესიის კოეფიციენტი, ამ შემთხვევაში წვა აუცილებლად მოიმატებს, იმიტომ რომ ვერ დაწვავს ბენზინს კარგად, არ შეიქმნება შიგნით იმდენი წნევა, რომ კარგი ფეთქება მოხდეს. შესაბამისად, ლამდა სენსორი აღიქვამს ამ ყველაფერს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძრავის გადასარჩენად, ასე ვთქვათ, რომ ბენზინის ნაკლებობის გამო არ გადახურდეს, ბენზინი ყოველთვის მეტი იქნება. ეს არის და ეს. შეიძლება რაღაც ნიუანსები დამრჩა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ისე მნიშვნელოვანი რამ. თუ რამე არის, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარში. დროებით.